მოგესალმებით გალბატონებო და ბატონებო, ვაგრძელებთ ჩვენს საუბრებს ციკლიდან ქრისტიანობა და თანამედროვეობა. დღეს უნდა ვისაუბროთ საოცრად თანამედროვე თემაზე. საქმე გახლავთ ის, რომ 1940-იანი წლებიდან მოყოლებული და მხოლოდ ძლიერდება ეს ზვავი, გაჩნდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს გულისხმობთ, ბუნებრივია, გაჩნდა საოცარი რამ. კონტაქტი არამიწიერ არსებებთან. უცხო პლანეტელებს რო ვეძახით ხოლმე ჩვენ. რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო ძლიერდებოდა ეს. იყო რაღაც კონტაქტების შესახებ უწყებები, რომ ადამიანები შეხვდნენ მათ ისინი გაიტაცეს, წაიყვანეს სადღაც ხომალდებზე, ჩაუტარეს ექსპერიმენტები, ლაბორატორიული ცდები, შემდეგ დააბრუნეს, ვიღაცები არც დააბრუნეს. და ასე შემდეგ. და აი გაჩნდა ეს კითხვა. არსებობენ უცხო პლანეტელები? და აი უცხო პლანეტელების გარშემო ხა გასაგებია კინოინდუსტრია. ამით ძალიან ერთობა. ზოგადად შოუ ბიზნესი მთლიანად ამით ძალიან ერთობა. თუნდაც ეს ჰოლივუდური ფილმები. ხო? ბევრი მათგანი ძალიან შთამბეჭდავია, უყურებ, ვაჰ, რა მაგარია. ხო? მაგრამ როგორც კი ეს გაჩნდა დასავლეთში, ეს დამოკიდებულება, რომ აი ისინი მოვლენ, ისინი ჩვენთან გვეხმარებიან, იმიტომ რომ მათ აქვთ მოწინავე ცივილიზაცია, მათ აქვთ მოწინავე ტექნოლოგიები, თუ ასეთი განვითარებულები არიან, ჩვენ ხომ დაგვაჯერეს გამაართლებლებმა, რომ ადამიანი რატო არის ცუდი და ბოროტი და მეომარი, იმიტომ რომ ის ადამიანი თურმე გაუნათლებელია, თუ ჩვენ ადამიანს გავანათლებთ, ის იქნება კარგი, მისი ეთიკა, ესთეტიკა, დამოკიდებულება სხვების მიმართ, ქცევა იქნება მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო. ეს ადამიანი იქნება შემწყნარებელი, მზრუნველი და განვითარდება. ეს მითი ხო დავიჯერეთ თავის დროზე, რომ განვითარებული არსებების სხვებს არ ავინებენ, როგორ შეიძლება. და თუ იმათ ისეთ დონეს მიაღწიეს ცივილიზაციისა, რომ შეუძლიათ რამდენიმე სინათლის წლის მანძილი დაფარონ ერთი ბიოარსებისთვის, ბიოორგანიზმისთვის დათვლად დროში და არასეულობით წელიწადში, ესე იგი როგორი კეთილშობილები არიან, ხო წარმოგიდგენია თქვენ ისინი. გვეშველა ავშენით და ეგ არის. ისევ იგივე ზეციდან მოვაშველა, რაც რელიგიურ ცნობიერებაში იყო. და ხო უკვე მეცნიერებად შეფუთული. რა საბრძანებ, რა ღმერთები, რის ღმერთი. აი, უცხო პლანეტელები დიდი თუ პატარა მწვანე კაცუნები შავი თვალებით, რომოდიან ჩამოდიან თებში რო დაჯდება და ჩამოდიან და გვიღიმიან. აი ამ ერთ უცნაურ მითზე აპრიორი გაჩნდა მეორე მითი. არანაირი ცივილიზაცია არ შეიძლება არსებობდეს ჩვენს გარდა. მხოლოდ ჩვენ, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ. სხვა ყველაფერი მხოლოდ ბოროტებაა. პრინციპში მოდით ესეთი რამ ვთქვათ. როგორც ერთი, ასევე მეორე არის მხოლოდ და მხოლოდ რწმენის ობიექტი. ჰიპოთეტურად შეიძლება დაუშვა, ახლა რელიგიურ კონტექსტში არ ვამბობ, ისე მათემატიკურ მოდელირების დონეზე, რომ აი ამდენი n რაოდენობის ვარსკვლავის გარშემო მბრუნავი n ხარისხში n რაოდენობის პლანეტის პლანეტათაგან ერთ-ერთი შეიძლება ნამდვილად იყოს დასახლებული მოაზროვნე არსებობი, სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს. მე გაჩნდა კითხვები და სიცოცხლის განმარტება რა არის. მოკლედ, ხალხი წავიდა საოცრად ღრმად შეტოპა ამ ჭაობში. მაგრამ მოდით ესეთი რამ ვთქვათ. რა იყო არგუმენტი ან ერთი და ან მეორე? ათეისტური ვთქვით, ეს კი მატერიალისტური, რომ ალბათობიდან გამომდინარე უნდა იყოს. თუმცა, როცა მათემატიკურად დათვალეს, აღმოჩნდა, რომ ამისი ალბათობა ძალიან მცირე შეიძლება იყოს. პრაქტიკული ნულისკენ. ჩვენს ხელთ არსებული მასალით. მოგეთ, ძალიან მაგარი ხოლმე. ჩვენ ვიპოვეთ პლანეტა, რომელიც დედამიწის ტყუპის ცალია, ოღონდ უფრო დიდია, აი მასზე ხმელეთის და
სავარაუდოდ ამავე შემადგენლობის სითხის, როგორც ჩვენ არის წყალი, ხო? ფარდობითი რაღაც პროცენტულობა ამდენი და აი ეს ყველაფერი არის 400 სინათლის წლის მანძილზე. ანუ მე ახლა ვხედავ რეალობას, რომელიც 400 სინათლის წლის წინ იყო. და რამდენი ხანი გამოდის ეს ჩვენი საზომით? არსებობს კი ეს პლანეტა საერთოდ? და დაშვებაც რა არის, რომ კოსმოსი ყველგან ერთგვაროვანია. ამიტომ სიგნალი, რომელიც მე მიბრუნდება, კაცრავად, გათვლას უდამ ერთგვაროვნებაზე. თუ კი სივრცე ჩემსა და იმ ობიექტს შორის არაფრით არ არის გამრუდებული, დაზიანებული, დახარვეზებული აი ამ 400 სინათლის წლის მანძილზე. პირობითად რიცხვს. მაშინ ის არსებობს ნამდვილად, მაშინ ის ასეთია ნამდვილად, ერთი დაზუსტებით. იყო მაშინ, როდესაც აი ეს სიგნალი, რომელიც ახლა დავაფიქსირე მე, მაშინ იყო მაშინ. და ამის მე თქვენ რომ თქვენ მორწმუნეებს რაღაცა ღაპრების გჭირდა თო? გეტყვი. მაგრამ ესეც არ არის კიდე ყველაფერი. დაუშვათ და არსებობენ. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ადამიანი რაც უფრო ვითარდება, სულაც არ გახდა ნაკლებად სისხლის მსმელი არსება. ბირთვული არ გამოიგონეს აი ამ განათლებლების მიერ განათლებულმა ადამიანებმა. და შემდგომ კიდევ რამდენი უარესი არ გამოვიგონეთ ჩვენ. და ვინ თქვა რომ ომები შეწყდა ჩვენთან? სწორედ ამიტომ 70-იანი წლების ბოლოდან ეს გამოფხიზლება ზოგს დაეტყო. ვინ თქვა რომ კოსმოსი გარანტია არის ბედნიერებისა. უბრალოდ იმპერია უფრო დიდი იქნება. ამ ხრივ არ შეიძლება არ გახსენდეთ კლასიკად ქცეული The Star Wars. ვარსკვლავური ომები. კი, შენ შეიძლება ყავდეს ჯედაები, რაინდები, რომლებიც ღირსებას იცავენ, გადაჩაგრულებს ფარველობენ და ასე შემდეგ, მაგრამ იქ არიან კიდევ ბევრად მეტნი, ვინც ბევრად უფრო ცუდ რამეებს აკეთებენ. აღმოჩნდა, რომ კოსმოსური მასშტაბით ცივილიზაციების ერთმანეთთან გადაკვეთა მხოლოდ უფრო დიდი იმპერიების, ძალადობის უფრო დიდი სისტემების, ჩამოყალიბების საშუალება და წინაპირობაა და არა ნათელი კომუნიზმის. გასაგები ხდება, ხო? აქ გვატყუებენ ლოკალური მიწიერი სამოთხით, ახლა გვატყუებენ გლობალური კოსმიური სამოთხით. მაგრამ მეორე მხრივ მოწყობლიანტელები ყველანი დემონები არიან. აბა რა გითხრათ? ეს რწმენის სფეროა. სანამ არ გამოჩენილან ისინი ნამდვილად არ დასტურებულან ის ხილულად ყველასთვის. საოცარი რაღაც მოხდა 24 წლის არჩევნები ახლოვდებოდა ამერიკაში საპრეზიდენტო და ძალიან გაუჭირდა მაშინდელ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, თორემ ყველაზე უფრო მძიმე ფაქტების ამოწევა დაიწყო მისმა კონკურენტმა. მისმა კონკურენტმა ძალა მოდი ასე ვიტყვი, თუ იქ ერთი პიროვნება არ მუშაობდა. უცებ სენატში და კონგრესში მოეწყო მოსმენები ამერიკის საჰაერო კოსმოსური ძალების ოფიცრების, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ მათ ნახეს უცნაური ამოუცნობი ფრენდობი ობიექტები. ყველა, აი, ხედავთ, კონგრესს და სენატის მას უკვე ამაზე მოხსენებებს ოფიცრები, ღვაწლმოსილი სამხედროები ლაპარაკობენ ამაზე. როგორც კი წინასაარჩევნო კამპანიას აღარ ჭირდებოდა ეს თემა ისევ დაიხურა. სად არის მონაცემები? სად არის ის გვამები უცხოპლანეტელების? სად არის ის უცნაური ობიექტები? ხო, ამიტომაც ის რომ ვიღაც ტყუის, ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ ისინი არ არსებობენ. ჩვენ არ ვიცით და მეორეც არ გვჭირდება ამის ცოდნა. ბიბლიაში რატო არ წერია და რატო უნდა ეწეროს? რა წერია ბიბლიაში კენგურუებზე? არაფერი. რა წერია ბიბლიაში პინგვინებზე? არაფერი. ანუ არ არსებობენ. ბიბლია დაიწერა კონკრეტული ცნობიერების მატარებელი ხალხისთვის, კონკრეტულ არეალში მცხოვრები ხალხისთვის. და დაიწერა ის, რაც
მათთვის გასაგები იქნებოდა ამავე დროს დაიწერა იმის შესახებ, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა პირადი ცხონების საკითხი. სწორად გამიგეთ. თქვენ სადილად კოალას ჩაშუშულს ჭამთ. თუ სატრფოს უგზავნით წერილს, პინგვინის ფრთით დაწერილს, ეს თქვენს ცხონებაზე აბსოლუტურად არ აისახება. თუ რა თქმა უნდა, იქ იმ ადამიანს არ აბკოლებთ და გულს არ ხედავთ და არ კლავთ, ხოლო აქ ამ ჩაშუშულს თუ მარხვაში არ ჭამთ. აბსოლუტურად სულ ერთია. კოალები და კენგურუები და პინგვინები არსებობენ თუ არა. ადამიანის ცხონებისთვის. ზუსტად იგივეა. არსებობს მრავალი სპეკულაცია, ზოგი ძალიან ლამაზიც. რომ შეიძლება არსებობდეს ზოგიერთი ცივილიზაცია, რომლებიც არ დაეცნენ, ჩვენ დავეცით. ადამიანები მარტო. და ღმერთმა ჩვენ გამოგვისყიდა მარტო, იმიტომ რომ ის გამოისყიდა ნებისმიერს, მაგრამ სხვები ჩვენზე უკეთესები აღმოჩნდნენ. როგორც მამები არ ეგზისტენიან, რომ ვინ თქვა რომ ებრაელი ერის სხვებზე უკეთესი იყო. არავით შემთხვევაში. მაცხოვარი დედის გამოირჩევს ებრაელს. ამ ერში დედაჩემი დაიბადება. ვინ თქვა რომ ადამიანები ყველა სხვა ქმნილებაზე უკეთესები არიან. უბრალოდ ღმერთს ისინიც უყვარს ესენიც. თუ ისინი არსებობენ, მაგრამ ჩვენ ამაზე ეს რაღაც მკითხაობანების თამაში ყველაზე არაქრისტიანული მიდგომა არის. უბრალოდ ეს აპრიორი დაიძახო რომ უცხოპლანეტელები ყველანი დემონები არიან. რამდენად სწორია. ხო და სვამოს უწმინდესი კრიტიკული აზროვნება, კატეგორიული აზროვნება დამღუპველია, კრიტიკულია საჭირო. კატეგორიული აზროვნება არის ამ შემთხვევაში პრობლემა და არა სადღაც რომელიმე ანდრომედას ნისლეულში, სადღაც ანუ ორიონის სარტყელზე, სადღაც რომელიმე პლანეტაზე მორბენალი ბიოდეგრადირებადი პამპერსიანი შვითვალა და 12 ხელა ბავშვები. არა. მეორე მომენტი უბრალოდ ძალიან საინტერესო. არა იმას იქ სად ვინ არსებობდა, არა, აქ რაც ხდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა ჩატარდა რამდენიმე ქრისტიანების მიერაც, არა ქრისტიანების მიერაც. და შენიშნეს რომ ძალიან გავდა აი ამ უცხო პლანეტელებთან კონტაქტები ადამიანებისა, დედამიწაზე მომხდარი კონტაქტები. აი მე გამიტაცეს, მე წამიყვანეს, მე შევხვდია. ზოგიერთი რელიგიის ღმერთებთან კონტაქტებს. და ისწორედ ეს იყო არგუმენტი, რომ ადამიანების შეხვედრა თუ ხდება არსებობთ, რომელიც საკუთარ თავს გვაცნობენ უცხო პლანეტელებად, მაგრამ მათთან ურთიერთობის შედეგები ისეთივეა, როგორც იყო შეხვედრები იმათთან, ვინც თავს გვაცნობდა ღმერთებად, ნიმფებად, შედუებად და ლამასოებად. იქნება მართლა ჩვენს რეალობაში კონკრეტული გონიერი არსებები, რომელსაც ჩვენთვის სიკეთე არ უნდათ, თავს გვაცნობენ იმად, რაც უფრო დამაჯერებელია კონკრეტული ეპოქის ადამიანებისთვის. იყო დროს ამბად ღმერთები, სულიერი არსებები, მოჩვენებები, სულები, ვამპირები. ისინი ამად ეცხადებოდნენ. ამად ეცნობოდნენ. დღეს ჩვენ გვჯერა ვერცხლისფერის სკაფანდრებით, ლაზერის პლასტერებით შეიარაღებული ტრანსგალაქტიკური მეკობრეების? კი ბატონო, ასე მოვლენ. მათთვის ხო მიზანი ჩვენით მანიპულირება. ამიტომ ის რომ ადამიანების კონტაქტების შემთხვევებში როგორც ჩანს, ერთი და იგივე არსება იყო და აქაც იგივე სიტუაცია. ვიღაცა იწვის, რომ მაშინაც უცხო პლანეტელები მოდიან, მაგრამ ჩვენ განუვითარებლები ვიყავით და ეს საწყლები იძულებულები იყვნენ აბჯარში და ეტლებში გამოწყობილ არსებებად წარმოედგინათ საკუთარი თავი ამ ჰოლოგრამების სახით. თუ პირიქით. არა, მაშინაც დემონები იყვნენ, უბრალოდ ესე გვეცხადებოდნენ, ესე გვჯეროდა ამის, ამიტომ გვეცნობოდნენ იმათ. ეხლა გვჯერა ამის, გვეცნობიან ამებად. თუ სადმე არსებობს კიდევ
გონიერი ხაზგაუსვა. იმიტომ რომ მოაზროვნე არის ნებისმიერი ტვინიანი არსება. გონიერი ეს არის სულის მქონე არსება. დღეისთვის გონიერი არსებები, ქმნილებები, ჩვენთვის ცნობილი ანგელოზები, ადამიანები, დემონები. ჩვენ ადრე ვთქვით, რომ ბიბლია გვაძლევს საფუძველს კიდევ რაღაც არსებები დაუშვა, მაგრამ თუნდაც ისინი თავიანთი გვაროვნული, კლასტერული კუთვნილებით განსხვავდებოდნენ ჩვენ მიერ ჩამოთვლილებისგან ზნეობრივი, მორალური მარკერით მაინც გაიყოფიან კეთილება და ბოროტება და ანგელოზებრივ არსებებად და დემონურ არსებებად. ხა ჩვენ ამ თემას არ შევეხებით, მაგრამ ეს საკისაუბრის თემაა. ხო? მოკლედ. ორივე იდეა რწმენის ობიექტია. არსებობენ უცხო პლანეტელები თუ არ არსებობენ. ვიღაცას უნდა რომ შეერდეს არსებობენ და თქვენ მას ვერ გადააჭერებთ. ვიღაცას უნდა რომ ისინი არ არსებობენ და თქვენ მას ვერ გადაარჩერებთ. არც ღირს. თუ ადამიანს მართლმადიდებლობის ფარგლებში ესმის, რომ შეიძლება უფალს ყავს სხვა ქმნილებანი, რომელთა მიმართაც მას თავისი განგება აქვს და ჩემი ცხონებისთვის ეს არაფერს არ ცვლის. ადამიანი არ აშავებს და თუ ადამიანს არ სწავს მათი არსებობა, იმიტომ რომ არ აქვს არც მეცნიერული, არც გამოცხადებითი მტკიცებულება, არც ის აშავებს. მაგრამ თუ ჩვენ განვიკითხავთ ან ერთს ან მეორეს, ჩვენთვის შეიძლება დავთავრდეთ ყველაფერი ცუდად. კეთილი, ვფიქრობ ამჯერად ამასთან დაკავშირებითაც საკმაოდ თქვით, თუ რამე შეგვეშალა არასწორად თქვით, გთხოვთ თქვით კომენტარების ველში მიგვითითოთ და ჩვენ შევეცდებით რომ შემდეგში გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები. ამჯერად გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.